76-ში გაიხსნა 75,000-ზე. ახლა მანდაც იყო როგორი პრობლემა, იცით, რომ პირველადი პროექტი, რომელიც აი 50-იანების ბოლო 60-იანების დასაწყისში პროექტირდებოდა, ეს ითვალისწინებდა 100,000 მაყურებელს, 3 იარუსს, დაცლას არა კიბეებით, არამედ პანდუსებით, რაც ეხლა ფსიქოლოგების გათვლით არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ისედაც აღელვებული მოდიხარ, წააგე მოიგე ამას მნიშვნელობა არ აქვს, აღელვებული მოდიხარ და შეფერხებები, საფეხურები ცოტა რთულია. როდესაც პანდუსი არის უფრო მარტივი, ფსიქოლოგების გათვლა ეგეთი ყოველ შემთხვევაში. მაგრამ მოსკოვი იყო ჩამოსული, ამოშენებული იყო კონსტრუქციები, აი აივნის დონემდე იყო კონსტრუქციები ამოყვანილი. და მთელი პრინციპი ის იყო, რომ ძველ სტადიონს ინარჩუნებდნენ ინტერიერში, ანუ ძველი სტადიონი რჩებოდა. იმის გარეთ ხდებოდა ამ პიროვნების აწყობა და იმის თავზე აშენება ამ 2 იარუსის. ეხლა იმ სტადიონის დანგრევაზე ნუ არ იყვნენ მზად რა. არ იყო მოსახლეობაც არ იყო საზოგადოება ძალიან მოწონდა, ძალიან გემრიელი და ლამაზი სტადიონი იყო. მაგრამ მოსკოვმა თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში 100,000 შეიძლება მარტო მოსკოვში იყოს ლუჟნიკებიო და მოკლედ დააპატარავეთ. და იძულებული გახდნენ, რომ დაეპატარავებინათ, ამან გამოიწვია ამ პიროვნების ახლო მიწევა, გამოიწვია იმ სტადიონის დანგრევა, ერთადერთი მოახერხეს აი ცენტრალური არკაროა, იმის აქეთ-იქით ეს არკატურა შენარჩუნდა თაღედი ძველი უბრალოდ აი დილი ხორის გულისთვის რა. თორე რეალურად ხო და ეს მასე იყო რომ ახსენას დირექცია სადაც არის. ხო დირექცია და იგივე მეორე მხარეს პარალელურად. საბაძის ქუჩიდან. ხო. როგორც ვიცი, კიევიც 100-იანი იყო, მაგრამ ის ლუჟნიკი იყო, ხო 103 თუ 105 რაღაც 3000 წუთი დაყომე და კიევიც 100-იანი იყო. ბადნაჩი, კიევი და რამინდა ისიც კითხოთ, ჯერ დაუბრუნდეთ მოდით პირველ ნაგებობას. ესე იგი, მაშინ იყო ასეთი ლოზუნგი, ასეთი იმას კომუნისტებს ჰქონდათ, რომ შენობა უნდა ყოფილიყო, აი სტადიონი უნდა ყოფილიყო ფორმით ეროვნული და სულისკვეთებით ისა, რა ქვია, შინაარსით. იყო სწორედ პირველ სტადიონს ეხებოდა. პირველ სტადიონს ეხებოდა და სოციალისტური და ხო, შინაარსით სოციალისტური ფორმით ეროვნული. და რამდენადაც ვიცი, ძალიან კარგად ისარგებლა ამით პაპა თქვენმა და ქართული ტაძრების და აი ძველი ხუროთმოძღვრების ელემენტები მრავლად და უხვად შეიტანა იმ პირველ პროექტში. აი ამაზე რომ ზუსტად ვიტყვათ, რა იყო იმ პირველ ნაგებობაში აღებული ქართული ტაძრებიდან? იცით რა, იყო ბევრი ქართული ტაძრებიდანაც აღებული და იყო მისი პირადი ჩუქურთმებიც. აი ბევრი კაპიტელები არის, რომლებიც მისი პირადად მისი შექმნილი დიზაინით არის რა, გაკეთებული. თვითონ კაპიტელები იყო ჩამოსხმული, ის არ იყო ნათალი, მაგრამ სვეტები იყო ბუნებრივი ქვით ნათალი. მე როგორც ვიცი, მე შემდგომ სამხატვრო აკადემიის გარდა არსებობდა ნიკოლაძის და არსებობდა თოიძის ტექნიკუმები. იმის სტუდენტები დაყავდათ, ახატინებდნენ ამ კაპიტელებს. ერთის მხრივ იყო ის, რომ ნუ ძეგლები მიუფანტულია საქართველოში და მაშინ ეთყობა ჭირდა ტრანსპორტირება სტუდენტების და აქვე იყო ეს ყველაფერი და შეეძლოთ ეხატათ, აეზომათ, შეესწავლათ და გაიგოთ ის ქართული ჩუქურთმის დილი ხორი, იმიტომ რომ ქართული ჩუქურთმა არის მსოფლიოში ყველაზე ლოგიკური ჩუქურთმა. ლოგიკური რას ნიშნავს? აი მამაჩემი უიძახოდა, რომ თუ შენ ქართულ ჩუქურთმას მუღამს გაუგებ, შენ პრობლემა არ გექნება როგორც არქიტექტორს, არც გეგმარების გასაკეთებლად, არც ფასადის გასაკეთებლად, იმიტომ რომ იმას თავისი ლოგიკა აქვს. თუნდაც აი ყურძნის ტევნის სტილიზებული ქართული ჩუქურთმა რო არის თავის ფოთლით და ასე შემდეგ. ეგეთი ჩუქურთმა, აი ცოტა ჩილეს აქვს დაახლოებით ეგეთი ჩუქურთმები, რაც არის აი ესეთი ლოგიკური ესა. ნუ ჩვენ გვაქვს ქართული ჩუქურთმები როგორც რითონისთვის, ისე ქვისთვის, ხისთვის და ასე შემდეგ, ყველაფერს თავისი სხვადასხვა სტილისტიკა აქვს. მანდ იყო ესე გამოყენებული, დაყავდათ სტუდენტები, ხატავდნენ და მე როგორც ვიცი, საკმაოდ ბევრი იყო პაპას მიერ პირადად გაკეთებული. ჩვენ სახლში ქონდა შენახული უბრაჟები მაგის მიერ შექმნილი ჩუქურთმების დიდი ერთ-ერთთან ზომის უბრაჟები ქვია დახაზულს, დახატულს და შემდეგ დაფერილს ჩრდილოსინათლეებით. უბრალოდ ხანძარი რომ მოგვივიდა სახლში, აი მაშინ რაღაც დიდი მასალა დაიკარგა, დაიწვა და სამწუხაროდ ესენიც ასე გაბუჭდა. მე მინდა ერთი დეტალი დავამატო ჩემ წინასაუბარს.
აი აივანზე თუ მოხვდებით თქვენ და შეიძლება აი აივანზე საევაკუაციო აივანზე სერინობისას შეხვდეთ რაღაცა ბეტონის დიდ კუბს, რომელიც არის აბსოლუტურად გაუგებარია რატო არის? არის. რომელ მხარეს არის? დასავლეთისკენ. რატო არის? ხო შეეძლოთ რეკონსტრუქცია მოეჭრათ და რატო იყო ეს არის? ეს არის იმ 100,000-იანის ნარჩენი. და მამაჩემმა სპეციალურად დატოვა, ხელაზე ამოსულა. სპეციალურად დატოვა მამაჩემმა, რომ დარჩენილიყო შთამომავლობას ის ცუდი რამე რაც გააკეთეს და ძველი სტადიონის ეს არის. ძველი სტადიონი რომ გადააკეთებინეს და დააპატრებინეს, იმის კონსტრუქციის ნაწილია და პროსტა დილიხორის გულისთვის არის დარჩენილი ეს ამბავი და. და იმიტომ გაიწელა პრინციპში 76-მდე და ეხლა 76-ს გეტყვით თუ ნებას მოვცემთ რა. ნუ 75 უნდა ყოფილიყო. 76 წელს უნდა ყოფილიყო 75. სტადიონი რეალურად უფრო დიდი იყო. მაგრამ 75-ზე მეც ვერ დააფიქსირებდნენ. მაშინ უკვე იყო შესაძლებლობა, რომ ერთჯერადი სკამები ყოფილიყო, ჩვენ ქონდა კიდეც მამა სახელოსნოში, პლასტმასის სკამი იყო, საკმაოდ ისეთი გაუგებარი ფორმის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო მაშინ შემოთავაზება, რომ ყოფილიყო ერთჯერადი სკამები, მაგრამ მაშინ სტადიონზე 90,000 ვერ დაეტეოდა. ეხლა რა ქნა, მამამ შეისწავლა ევროპის სტანდარტები და აღმოჩინა ყველაზე დიდი ზომის სკამები აქვთ გერმანელებს და იმ ზომით გააკეთებინეს ფიცრის სკამები და იმ ზომით დაანომრინა ეს სკამები. რომ მაქსიმალურად მეტი ხალხი ჩატეული იყო. ნუ სამ ადგილში 4 კაცი ეტევა რა. და გამოვიდა ისე რომ 75,000-იან სტადიონზე კიბეების გარეშე მარტო დასაჯდომებზე 90,000 ეტეოდა ზუსტად ეხლა. ლივერპულზე მე როგორც მახსოვს UEFA-ს ცნობით იყო 100,000 თუ არა ვთქვი. UEFA-ს ოფიციალური ცნობით იყო. ნუ ახლა იქ თუ კიბეებზე დაждდნენ მე მახსოვს რომელიღაცა მატჩი იყო ლუკებიც კი გატეხეს სახურავზე ავიდნენ და ფეხებს ჩამოკიდებულები სახურავზე გერმანიასთან იქნებოდა 100 იქნებოდა რა 95 ეს უკვე 90 აი იმაზეც ის იყო რა ქვია არ დამავიწყდება ან ლივერპულის ან ჰამბურგის თამაში იყო შეიძლება ლივერპულის და ერთი კაცი აი მაშინ ვისხედეთ ნუ როგორ ხო ყველანი ჭიდრო და მაშინ თელი საქართველო ჩახუტებული იყო ხო ჩახუტებული იყო მართალი ბრძანდებით და ერთი კაცი ჩემს გვერდზე რომელიც ესეც არის შემჭიდროებულები ვხედავ და ერთი კაცი იძახის ნეტა ჩვენებმა გოლი გაიტანონ და გავხედეთ ესე გაგვირებულება ყველას გვინდა რომ ჩვენებმა თქვენი ადგომა და ჩემი დაждომა ერთი